დევი ხაჯიშვილი, რომელიც არის დაბადებული გაზრდილი ბათუმში, მაგრამ უკვე ბევრი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში იცავს სადოქტორო დისერტაციას ჩაის წარმოებაზე საბჭოთა საქართველოში. კერძოდ ეს არის 1926-64 წლები, ხო? თუ სწორად მახსოვს. დიახ. და დევი ახლა ბოლო თითქმის 1 წლის განმავლობაში, ხო? იმყოფება საქართველოში Fulbright-ის პროგრამით, სადაც სწავლობს საარქივო მასალებს, ასევე ზეპირი ისტორიებსაც იწერს, ადგილზე ნახა შემორჩენილი ძველი ქარხნები და წარმოებები და პრინციპში 2026 წლის აპრილისთვის უკვე სადოქტორო დისერტაციასაც დაიცავს, მაგრამ დევის ბიოგრაფია მიუხედავად მისი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისა, ამით არ შემოიფარგლება. განსაცვიფრებლად და გასაოცრად მდიდარი არის ეს ბიოგრაფია. როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისტრატურა დაამთავრა იმავე ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ პოლიტიკური მეცნიერება ბაკალავრიატი, მერე საერთაშორისო ურთიერთობები მაგისტრატურა. მუშაობდა კონგრესში, ამერიკის კონგრესში, კონგრესმენ ტეხასიდან, ხო? ტეხასიდან კონგრესმენ ბეტო ორორკის ოფისში. და მათ შორის როგორც კონგრესის წარმომადგენელი, ისე მასპინძლობდა ხოლმე ქართულ დელეგაციებს, ხო? საერთაშორისო დელეგაციას, მათ შორის ქართულ დელეგაციასაც. ასევე დევი არის მომღერალი და მას არაერთი სიმღერა და კლიპი აქვს ჩაწერილი, ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ კიდეც და ამასთანავე დევი არის სპორტსმენი, პროფესიონალი კარატისტი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, ტოკიოსა და ინგლისში, ხო? და შავი ქაბრის მფლობელი მეხუთე დანის წოდებით. სამსახიობო კარიერა პლუს მეგონი უკვე ზედმეტი იქნება. ხო, სამსახიობო და სამოდელო კარიერა, რომელიც გააქვს, ხო? ყველაფერთან. ნუ მქონდა. ეხლა შეიძლება, რავი, ჩაის მერე თუ რაღაც, მაგრამ არ მგონია. მოკლედ, რა ვიცი, რა შეიძლება რომ კიდე ადამიანს ჰქონდეს მოპოვებული და არის ყველაზე სასურველი სასიძო. შეიძლება ეს. მოკლედ არ გაუშვათ ეს კაცი საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ ჩემი დისერტაციაც ადეკვატურ შეფასებას გავუკეთებს ამ ისტორიას. ხო და სანამ დისერტაცია იქნება ამ შენი კვლევის შედეგებს, ფაქტობრივად უკვე შევთავაზებთ, რაც შეგვეძლება აი ამ პოდკასტის ერთი ეპიზოდის ფარგლებში. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. ჩვენი პოდკასტის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი არის ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ყოფისთვის, სოციალური ისტორიისთვის, მაგრამ მაინდა-მაინც არ არის ფართო საზოგადოებრივ დისკურსში, გნებად სამეცნიერო დისკურსში გაშუქებული. ეს არის საბჭოთა ეკონომიკა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა უკვე ეპიზოდი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და ზესტაფონის ფეროშენადრომზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშა საბჭოთა საქართველოს ეკონომიკისთვის იყო ჩაის წარმოება. და ჩაის ლამის 95% საბჭოთა კავშირისას აწარმოებდა საქართველო. ასევე კიდევ ერთი ფაქტორი რომლის მიხედვითაც ჩვენ მოქმედებთ, არის ის, რომ გავაცნოთ მსმენელსა და მაყურებელს ახალი სახეები, მნიშვნელოვანი სახეები და მკვლევარები, რომლებიც შეიძლება ესე ყოველდღიურად ეკრანებზე არ არიან, მაგრამ ძალიან კარგ სამეცნიერო კვლევებს აკეთებენ. დღეს ჩემი ასეთი სტუმარი არის დევი ხაჯიშვილი. დიდი მადლობა მოსვლისთვის, სანამ გადავალთ თემაზე სასაუბროთ. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, ასევე გამოვყოთ ყველა
სოციალურ ქსელის პლატფორმაზე, ეს იქნება Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დააჭერეთ ზარის ღილაკს ხელი, დააკომენტარეთ, გააზიარეთ. ამითი თქვენ ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით და ასევე მინდა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალმთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული სოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. სანამ საქართველოზე და საქართველოში ჩაის წარმოებაზე გადავალთ, შენც რომ მე კი შეძლებს დაგვარად წარვადგინე სტუმარი, მაგრამ შენც რო თქვა საკუთარ თავზე 2-20 სიტყვა, რაც მე გამოვტოვე პრინციპში, ისინი რომ დაამატო. 91 წელს დავიბადე, 17 წელს ვიყავი, როდესაც ამერიკაში წავედი და ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, აი როგორც უკვე ახსენე. მაგრამ ბათუმში დაბადებული, ბევრი ოცნება, ბევრი რაღაც მიუღწეველი იდეები მქონდა, რაც ამერიკაში ეს ნელა-ნელა მივაღწიე. ეს იყო გრძელი პროცესი, მაგრამ მოკლედ ტეხასის ტექნიკურიდან კონგრესში წავედი, კონგრესიდან ლოს-ანჯელესში, როდესაც მუშაობდი, თან პარალელურად თავში მეжდა ეს იდეები, რაზეც მუშაობდი უნივერსიტეტში და უბრალოდ არ შემეძლო დამეტოვებია ისე და დავბრუნდი ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და ჩემს საყვარელ ფაკულტეტის პროფესორებთან გავაგრძელე მუშაობა ამ საბჭოთა Soviet Studies, საბჭოთა მეცნიერებაზე. მაგრამ აი ძალიან საინტერესო პროცესი იყო აი თემატიკის არჩევა, რა თქმა უნდა. და ეს ბევრი რაღაც იდეები მოდიოდა ჩემს დამრიგებელთან, ხელმძღვანელთან, დოქტორ ალონ ბარენბერგთან განვიხილე დოქტორ ბარენბერგი გულაგის თემის სპეციალისტი არის საბჭოთა. და მინდოდა ის საქართველოზე რაღაც დამეწერა. რაღაც განსხვავებული, იმიტომ რომ ბევრ შენს მოგეხსენება, ბევრ გაჟღენთილი არის საბჭოთა მეცნიერება, ისეთი სხვადასხვა აზრებით, მაგრამ დომინირებული დასავლეთური თვალსაზრისით. და მე მინდოდა საქართველოზე ისეთი რაღაც მე საუბრა, რაზეც აქცენტი არ იყო გაკეთებული. და ისეთი თემა, რაზეც აი მე უთხარი დოქტორ ბარენბერგს ღვინოზე არ ნალაპარაკებია. ანუ იმიტომ მე ესა commodity studies. აი ეს საქონლის მეცნიერებაზე ეს მაინტერესებდა რა, მოხმარების კულტურა და ამ თემატიკას უყურებდი, რადგან ჩვენ საბჭოთა პერიოდში ძალიან დიდ როლს თამაშობდით აი ამ თვალსაზრისით. და გამახსენდა რომ მამა მიყვებოდა რომ ის წითელ ოქტომბერში სოფელ წითელ ოქტომბერში გაიზარდა ქობულეთში და მეუნებოდა რომ ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა, მაგრამ აი ესე ძალიან ზერელეთ მეжда თავში ეს რომ ჩაის ფაბრიკა, მაგრამ მე დავიბადე ირგვლივ ჩაი საქართველოს ინდუსტრია არ არსებობდა, სახში ლიპტონის ჩაი ვსწავლდით, მაგრამ მეთქი სად არის ეს ჩაი, რაზეც საუბრობდი და აი თემატიკის აი ისიც სწავლის დროსაც არ შემხვდა ჩაის თემა. და ნელა-ნელა დავიწყე ამაში ჩახედვა. იმიტომ რომ მანამდე მე ანუ ჩემს დისერტაციაში 4 თემატიკა მაქვს: ნაციონალიზმი, საერთაშორისო, არა, მსოფლიო ისტორია, საბჭოთა ისტორია და borderland studies, საზღვრო იმპერიის საზღვრები. იმპერიის საზღვრები. და აი მექსიკი, აი ლათინო ამერიკაში იდენტურობა როგორ იქნებოდა, ამაზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და კვებასთან იყო დაკავშირებული და მაინტერესებდა თუ საქართველოსშიც ასეთი მსგავსი რაღაც ნიუანსი შემიძლია ავიღო და აი ჩაი გამოჩნდა ძალიან ისეთი საინტერესო თემა, იმიტომ რომ აი როგორც ახსენე 95% ჩაი საქართველოში მზადდებოდა და შემდეგ უკვე ეს კალკულაციები წავიდა საბჭოთა ტერიტორია რამხელა იყო, როგორ აცვიდა ესეთი პატარა ქვეყანა საბჭოთა პერიოდს, როგორ ახერხებდნენ ამას და ასე ნელა-ნელა ავკინძე ეს თემა. პირველი დიდი ნაბიჯი იყო აი შიკაგოს შამპეინ ურბანას უნივერსიტეტში Fisher Fellows grant-ით მოხდი დოქტორ ტიმოთი ბლაუელს იქ შევხვდი, იქ ჩამოსული იყო, შენ იცნობ ძალიან ახლოს და მასანაც განვიხილე ეს თემა, უთხარი რომ გეგმა საქართველოში ჩამოვიდე და მინდა ეს განვიხილო და მანაც მითხრა რაღაც მსგავსი თემატიკა რაც საინტერესო და მოკლედ ნელა-ნელა გავიგე რომ ჩაი არ იყო ისეთი უბრალო თემა
რაც ცენტრალური თემა იყო ხა დასავლეთ საქართველოს რიგი რეგიონები ხო აფხაზეთთან დაწყებული შავიზღვისპირეთი სუბტროპიკები პრინციპში აფხაზეთი სამეგრელო გურია აჭარა თავარი წამყვანი ინდუსტრია იყო და განსაკუთრებით ამერიკაში უკვე სადღაც 16 წელია ცხოვრობდა ჩაი არ ფიგურირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რთულია რომ უცებ ჩაიზე გადახვიდე არა და ამერიკის გარდა ყველგან ხო ჩაი ძალიან დღიურ დიდ რეჟიმს წარმოადგენს რაციონს აუცილებელ რაციონს და რადგან ამერიკაში ეს არ არის ისე აი ხა მაჩა ჩაი და რაღაც კი შემოვიდა ძალიან ისეთი პოპულარული სასმელები მაგრამ არ იყო დაკავშირებული და მაგიტომ მიჭირდა რომ ჩაიზე უცებ აქცენტი გამეკეთებია და კი აი დასენ მოკლედ ახლა 8 წელია უკვე ფაქტობრივად 2018-დან, ხო? 2018-დან. ანუ თავიდან მომიწია მე რადგან მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში მქონდა დამთავრებული, რომელიც არის პოლიტიკური მეცნიერებისგან შტოება. ისტორიის ფაკულტეტს არ უდრიდა და თავიდან მომიწია მაგისტრატურა ისტორიაში, შემდეგ დოქტორატურა და ასე გამიგრძელდა. თან კოვიდიც დაემთხვა და რადგან არ შემეძლოა საარქივო მასალების მოძიება, ამან უფრო გამიხანგძლება დოქტორანტურა. მაგრამ რამოდენიმე ჩამოსვლა გავაკეთე საქართველოში 4 კვირიანი, 6 კვირიანი რო ისეთი მოგეთელა ხო, სად რომელ არქივში მივიდე, ვის გავესაუბრო და შემდეგ აი Fulbright-ით უკვე 1 წლიანი გრანტით რო ჩამოვედი, უკვე ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, გათვლილი მქონდა 6 თვე თბილისში, 6 ანუ ნახევარის პერიოდი აჭარაში, მოგზაურობა, ვის გავესაუბრო, აჭარის არქივი და ასე შემდეგ. და ძალიან ყვაყოფილი ვარ ამ ვიზიტით, გამოკვლევები იყო აი ის რაც მე ვეძებდი, აი ხო იცი არქივში ზიხარ, განიხილო რამდენ ათასობით მასალას და აი ერთი რო შეგხვდება, ის უკვე შეგიკრავს თემას და აი ესეთი რამოდენიმე მომენტი მქონდა და უკვე შემიძლია ესე რა. მაყოფილი წახვიდე. ძალიან. არაჩვეულებრივ ხალხს შევხვდი. არა მხოლოდ აი ტიმოთი ბლაუელტიდან დაწყებული, არამედ აი ვინც ფაბრიკაში მუშაობდა, მკრეფად მუშაობდა, არაჩვეულებრივი ის იყო რა. გამოსილება ეს და იმედი მაქვს რომ ჩემი დისერტაციაც ადეკვატურ შეფასებას გავუკეთებს ამ ისტორიას. ხო და სანამ დისერტაცია იქნება ამ შენი კვლევის შედეგებს ფაქტობრივად უკვე შევთავაზებთ რაც შეგვეძლება აი ამ პოდკასტის ერთი ეპიზოდის ფარგლებში. დევი, სანამ საქართველოს ჩაის წარმოებაზე გადავალთ, საერთოდ ჩაის კულტურა საიდან მოდის, საიდან იღებს საფუძველს? ეს მნიშვნელოვანი ეს არის აზრი, იმიტომ რომ სანამ დავიწყებდე საქართველოში ჩაის წარმოებაზე, მე ოდნავ უნდა განვიხილო თუ რატო იყო ასეთი სიგიჟე ჩაიზე, რატო მისდევდნენ ჩაის. და ნუ ეს იწყება რუსეთიდან და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ როგორც პერიფერია იმპერიის. არა, ნუ ეს საქართველოს საიდან შემოდის, ხო? ეს ხო. ნუ მოკლედ ჩინეთი, მოკლედ რო თქვა, ჩინეთიდან და ჩინეთიდან სხვადასხვანაირი საინტერესო გზები გამონახა, აი ეს ჩაიგზამ როგორც Silk Road-ით, ანუ აბრეშუმის გზა, ჩაის საინტერესო გზით ჩამოდიოდა რუსეთში და შემდეგ რუსეთიდან უკვე განშტოება. მაგრამ სამშობლო ჩინეთი არის შეიძლება ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა. და ნუ ეხლა საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული იყო ცეილონის, შრი-ლანკის ჩაი. ინდოეთის ჩაი ეს უფრო ელიტების სასმელი იყო, ხო? დარჩენი ხალხისთვის იყო ქართული ჩაი, შეიძლება ითქვას. ხო, მაგ არის ნიუანსის, მაგრამ შეგვიძლია მაგაზეც ვისაუბროთ. კი, ბევრმა არის ის, რომ საქართველოს ქართულ ჩაიში იყო გარეული სულ ცეილონის, დღევანდელი შრი-ლანკის ჩაი. არ ვიცოდი ეგ. ხო, ანუ ეს უკვე მოხდა 55 და შემდეგ წლებში, მაგრამ მანამდე ცდილობდნენ, რომ სუფთა ქართული ჩაი ეწარმოებიან. რა თქმა უნდა, ხარისხი შემდეგ უკვე სხვა იყო, რა თქმა უნდა, ჩამოქონდათ ისევ, მაგრამ აი შენი თაობა, უფროსები, ხო? რასაც აწერდნენ ქართული ჩაი, რასაც მატარებელში დაალებდი, რასაც კაფეტერიაში დაალებდი და ქართული იყო თუ არ იყო, ანუ უმეტესად რა თქმა უნდა ქართულს უკეთებდნენ. სულ იყო გარეული, სამნაირი ჯიში და რა თქმა უნდა ქართული მთავარი იყო. მაგრამ თუ ეწერა ქართული მანდამაინც არ იყო სულ. ანუ ეს იმპორტი იყო სულ. ანუ რაც შეეხება ამ იმპორტის თემას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი განხილვა ჩემს დისერტაციაში, რომ საბჭოთა კავშირი შეიქმნა,
სტალინისტური პერიოდი, თვით მომარაგება, self-sufficiency. თვითკმაყოფაზე ყოფნა, ვთქვათ, რომ თვითკმარი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფტი, რაც არა მხოლოდ ჩაის, ანუ ყველა სახესე, ყველა დარგს ეხებოდა, მაგრამ აი ჩაიში იყო ეს ძალიან განსაკუთრებული და ჩვენი აი საქართველოსთან სულ აი ომის პერიოდი, ომამდე და ომის როგორ ვეხმარებით ჩვენ სამამულოს ან საბჭოთა კავშირს და სულ იყო აი როგორც აი გაზეთებში იყო ეს ქალბატონები ჩაის იმით რა baskets ყუთები თუ გალათებით და რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო ჩაი და ეს თვითკმაყოფილების ვერ შეეძლო გაეკეთებია მაინც მაგრამ 29 წლამდე სულ იყო საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფით თვითკმარობისკენ 39 წლამდე ვერ მოახერხეს და საინტერესო ის იყო რომ 39 წლის შემდეგ ამაზე საუბარი შეწყდა სტალინის გარდაცვალებამდე ამაზე უკვე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ რომ ჩვენ იმიტომ რომ წესი და რიგით 39 წლამდე უნდა მიეღწევიათ ამას მაგრამ მიმავალი გზა რა თქმა უნდა რთული იყო არაჩვეულებრივი იყო აი არაჩვეულებრივი იყო რასაც რაც მე არ წარმომედგინა არაზოს აი რაც თუ ვისწავლე საბჭოთა მეცნიერების დარგში არ მეგონა რომ ასეთი პროგრესი არსებობდა განსაკუთრებით საბჭოთა პერიფერიაში, განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით აი ამ მონაკვეთში. და აი თვითკმარობაზე იყო აქცენტი, რომელიც რა თქმა უნდა შემდეგ აღორძინდა, მაგრამ ვერ რეალიზდა პრინციპში ბოლომდე. ვერა, მაგრამ ამაზე საუბარი იყო სულ. და როგორ აღწევდნენ, როგორ მიისწრაფოდნენ ამისგან, ძალიან საინტერესო იყო. ამას მოყვა, რა თქმა უნდა, ინვესტიცია სამეცნიერო დარგში, ტექნოლოგიურ დარგში, განათლებაში და ამაზე საუბარი არ მიდის. ტექნოლოგიური ინოვაცია, სამეცნიერო ინოვაცია. განსაკუთრებით სტალინისტურ პერიოდზე, როდესაც საუბრობენ უკუღმართობაზე, უკანცვლაზე მეცნიერულ დარგში, აგრომეცნიერებაში, რომელიც განსაკუთრებით ძალიან ცუდი შუქის ქვეშ იყო საბჭოთა პერიოდში. აგრონომია, სულ ანუ შიმშილი, უკმარისობა ჩაიყვაოდა. ჩაი მიდიოდა ზემოთ და ამაზე აქცენტს როდესაც არ აკეთებდნენ. რატომ? და ეს უბრალოდ დამაინტერესა ამან და რაც უფრო ღრმად ჩავიხედე, ადამიანები, ვინც იყვნენ ამის უკან, მეცნიერები, ინჟინერები, საქართველოს ჩაის ასოციაციის, აქციონერული ასოციაციის მეთაურები. ყველას თავისი განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამაში. ეხლა რო შეხედო დევი რატო იყო ამხელა აქცენტი საქართველოს ჩაის წარმოებაზე. ჩემი აზრით შემისწორე თუ ცდები. ნუ ჩაის უფრო მეცვავენ იქ სადაც მეტად ცივა. ხო, ბუნებრივია ხა. ჩაი ათბობს და ნუ ჩაის მოხმარებით სოფლიოში ყველაზე მაღლა არის ციმბირი. ხო, ანუ ცივი ადგილები. მაგრამ ჩაის მოსაყვანად სჭირდება თბილი ადგილები. და საქართველოს არის საბჭოთა ჯერ რუსეთის იმპერიისა და მერე საბჭოთა კავშირის უკიდურესი სამხრეთი სუბტროპიკები უნდა ჩაის და საბჭოთა კავშირს ესეთი ტერიტორიები ფაქტობრივად სხვა არც აქვს, ხო, ანუ ალტერნატივა არც ქონდა სხვაგან სად გაეშენებინა ეს ჩაი. ამიტომ ხდება აქ დასავლეთ საქართველოში ამ ჩაის გაშენება, რომელმაც მთელი ეს ცივი იმპერია უნდა მოამარაგოს. ხო, ასე არის. და მაგრამ ნუ ეხლა საბჭოთა დროს ეს მასობრივად ხდება ამის წარმოება, მაგრამ მანამდე არის, ხო, ეს ჩაის კულტურა საქართველოში შემოსული, აი უკვე შენც უკარო კაცი არის, მან შემოიტანა ამ კაცის ისტორია, რომ მოყვე როგორ ხდება შემოსვლა საერთოდ. კი ბატონო, ანუ რა თქმა უნდა ლაომდე იყო ჩაი საქართველოში დაფიქსირებული ისტორიულ წყაროებში, რუსეთში, ყველგან, მაგრამ ლაოს
წინაზღვრობით და ვინც ლაო ჩამოიყვანა კონსტანტინ პაპოვ ოფიციალური ფორმალური აი ესეთი ინვესტიცია და ინდუსტრიალიზაცია ეს რა პერიოდი არის 1892-13 წელი დაიწყო ამათგან და 1900 წელს პარიზის გამოფენაზე გაიტანეს პირველი ქართული მაგრამ პარიზში რუსული იყო მაგრამ აქ წარმოებული და გაიმარჯვეს თუმცა ლაო მე თავის მემუარში აღწერს რომ ჩვენ მოვიგეთ თუმცა მისი გაკეთებული იყო ჩვენ მოვიგეთ იმიტომ რომ ჩინეთი არ მონაწილეობდა boxing uprising და ეს თელის ჩინეთში რაც ბოქსერთა აჯანყება ხო ბოქსერ მაგრამ რომლის გამოც ხო ჩინეთი ხო ნუ ჩინეთში მთელი ამბები ხდებოდა ამ პერიოდში და მაგრამ ამის და მიუხედავად რუსეთის იმპერიამ საქართველოს სახელით მოიგო საქართველოს რუსეთის იმპერიის სახელით უფრო სწორად კი ხო კი ძალიან საინტერესო გზა ქონდა ამ ადამიანს საქართველოში ჩამოსვლისთვის. იმიტომ რომ პირველი იყო აი ესეთი დროებითი. ჩამოვიდა ტერიტორიულად ნახა როგორი ადგილია თუ შეიძლება ნამდვილად აქ ჩაისწარმოება, პოტენციალი იყო, წავიდა უკან, თავისი გუნდი აკრიფა, მეუღლეც და კონსტანტინმა უკვე სპეციალური გემი მათთვის გამოყოფილი. მანამდე უბრალოდ იმით ჩამოვიდნენ რა, ტურისტული კი არა, ნუ სამგზავრო გემი. და ეხლა უკვე მათთვის სპეციალური აღებული გემი იყო. თავიანთი, ხელსაწყობები და მთელი ამბებით რომ ჩამოსულიყვნენ. 13 ადამიანი იყო. 4-6 თვის პერიოდში გარდაიცვალა. იმიტომ რომ აჭარაში კლიმატი, მალარიის შემდეგ მისი დედა ჩამოვიდა 1900 თარიღი შემეშლება, მაგრამ აი 1905-1907 წელს გარდაიცვალა. და დედის ბოლო თხოვნა იყო, რომ გთხოვ მიეცი ჩემს შვილიშვილებს ევროპული განათლება. ანუ შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტით იყვნენ ჩამოსული. ძალიან ისეთი დრამატული. კონსტანტინ პოპოვი არის ბიზნესმენი, რომელიც ინვესტიციას დებს ამაში და მცოდნე ხალხი ჩამოყავს ჩინეთიდან. რა თქმა უნდა, ხო, კონსტანტინ პოპოვს ხშირი კავშირი ჰქონდა ხანკუ ჩინეთთან, რომელიც ძალიან ხშირად ასეთ ყიდვა-გაყიდვებით იყო დაკავშირებული ჩინეთიდან და აი მოკლედ კონსტანტინ პოპოვს ფინანსირებით ლაო წარმატებით აწარმოა ჩაი. ეს ადამიანები, ვინც მას ყავდა ჩამოყვანილი მის ხელნაწერშიც, მის მემუარშიც და ასევე მისი შვილიშვილთან ჰქონდა საუბარი, ინტერვიუ. და მანაც აღნიშნა, რომ აი ეხვეწებოდნენ, რომ დამთავრდება ჩვენი კონტრაქტი გაგუში უკან. აი ეს ვინც გარდაეცვალა იმ პერიოდში, ლაო მიმართა Royal Family. სამეფო ოჯახს რო გთხოვ გადამატანიო მათი კუბოები უკან. ეს ჩემი ვალდებულება არის კონფუციური ტრადიციებით, რომ მე უნდა გავყვე. რაც ეს დაართეს ნება. მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო ეპიზოდი არის. მე ძალიან ღრმად არ განვიხილავ, იმიტომ რომ მე უნდა წარვადგინო თუ რა იყო მანამდე და შემდეგ რა მოხდა. და რა თქმა უნდა როდესაც 1921, ანუ 1905 წელს პირველი რევოლუცია პოპოვის ფაბრიკები და მისი მთლიანი ეს ბიზნესი გაბანკროტდა. და შემდეგ უკვე მან რაღაც გაუცრუდა იმედები და ლაო მაინც გააგრძელა ამაში მუშაობა. შემდეგ ომის შუალედი პერიოდი იყო ძალიან საინტერესო. უკვე ლაო თავისით იმაშობოდა რა, ანუ წინაზღვრობდა ამას. საუბარი იყო თუ თურქების აჭარაში ყოფნის დროს რა ბედიეტია მის ფაბრიკებს შემდეგ ბრიტანელების ოკუპირების დროს. და ესეც საინტერესო იყო 1918 წელს 1920 წელზე გაქვს საუბარი. კი. და აღრიცხვები არის აი ბრიტანეთის ეს ლეიტენანტი რომელიც წერს რომ ლაოს მოპარეს 35000 მანეთის საფასურის ისინი ჩაი ტექნოლოგია დაამტვრიეს მოპარეს და ნუ რა თქმა უნდა ეს არ დაუბრუნეს უკან, მაგრამ აი ესეთი ძიმე რევოლუციურ პროცესში ცხოვრობს. და ასეთი საინტერესო წარსულით შევიდნენ საბჭოთა პერიოდში. 21 წელს უკვე ნაციონალიზირება ხდება ამ ფაბრიკების ჩაქვში, სადაც ლაო მუშაობდა
სადღაც და ფაბრიკის გარდა სადღაც 37 პლანტაცია. Ну, ინგულისხმება ესეთი. საშუალო პატარა ესეთი რა. ნაციონალიზირებული იყო. და შემდგომ უკვე ნელა ეს ჩაიზე სპეციფიური ყურადღება უკვე დაიწყო აი 24-25 წელი. 25 წელი უფრო, იმიტომ რომ აი აქციონერული საზოგადოება ჩაი გრუზია, ჩაი საქართველოს ჩამოყალიბდა მაშინ. და ლაოს ლაოს გაუგზავნეს ლამაზი წერილი, რომ გაქვს 8 თვე 6 თუ 8 თვე რომ დატოვა საბჭოთა კავშირი. აჰა. იმიტომ რომ ლაოს არ არის სრული აღწერა თუ მიზეზი რატო. ჩემი ვარაუდი, რაც მე ვნახე, არის რომ ლაოს არ მოწონდა ინდუსტრიალიზური, ძალიან მას უნდა სწორად გაკეთება. და საბჭოთა პერიოდს იდეაში ქონდა დიდი წარმოება, მიწვდომა ბევრი დიდი აუდიენციისთვის და გაუგებრობა იყო. ასევე მოქალაქეობის შეცვლაზეც იყო, რომ ჩინელი მოქალაქე უნდა აგეღო ქართული საქართველოს მოქალაქეობა, საბჭოთა მოქალაქეობა, რაზეც მან უარი თქვა. აი ეს ამაზე არის მიმოხილვა, მაგრამ ერთადერთი აშკარა რაც არის, როგორ მიმართავენ მას, როგორ უნდა მოემზადოს, თავისი საგნები ჩაალაგოს, ოჯახი მოამზადოს და ამ პერიოდში დატოვოს. იმ სიტყვებში, იმ ტონალობაში იგულისხმება ცოტათი მძაფრი, მაგრამ მის იმ პერიოდში დაწერილ მემუარში იგრძნობა ცოტათი ისეთი polite და ზრდილობიანი რაღაც, რომ მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, მიხარია რომ ჩემმა რაღაც წვლილმა შეიტანა, არ კრიტიკას ვერ ის, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ კარგი იმით დატოვა. და ბუნებრივია ხა კაცი ლამის 30 წელი ცხოვრობდა, აქ ამხელა მეურნეობა ქონდა აწყობილი და უცებ მოვიდნენ წაართვას გააგდეს. აი ეს უცებ იყო ეს ყველაფერი და დაემთხვა ამ აქციონერულ საზოგადოების ჩამოყალიბებასთან. 25 წელს მისი ოჯახი გაუშვა, 27 წელს მან დატოვა. და მერე ჩინეთში დაბრუნდა და საინტერესო ფაქტი ის არის, რომ თუნდაც ჩაიში იყო ჩართული ბავშვობიდან, მისი ბიძიები იყვნენ ამით დაკავებული. და საქართველოში რა თქმა უნდა ეს დიდი წვლილი ძეგლი არის დასადგამი მისთვის. ჩაი არ აინტერესებდა მას. აინტერესებდა ცხენოსნობა. გაირასო. ხო, ცხენოსნობა და პირველი ესეთი მაღალი ელიტური ცხენები მან ჩამოიყვანა აჭარაში და გახსნა ეს race tracks. დოღი. ხო, მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა კონსტანტინის სამადლობელოდ. ელიტური ოჯახი იყო. და მისი გარდაცვალების ფაქტიც ისეთი ცოტათი შემეცოდა, იმიტომ რომ 37 წელს უბრალოდ დაემთხვა ეს great terrors. ბეთში ეწერა რომ 27 წელს უნდა მომკვდარიყო, იმიტომ რომ არანაირი კავშირში არ იყო ხონდი. ხო, რომ დაეტოვებინათ აქ 27 წელს დახვედნენ, წავიდა ჩინეთში, მაგრამ მაინც 27 წელს მოკვდა. ზუსტად. და გარდაიცვალა ცხენზე, აი ტყეში წაიქცა ცხენი, ჩავარდა რაღაც უფსკულში, ცხენი დაეცა 24 საათი. იყო ცხენის ქვეშ, გაიყინა, ოჯახმა მეორე დღეს აღმოაჩინა და ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ცხენთან იყო ასოცირება. ესე იგი, მისი მემუარები ალბათ ჩინურად არის და ნათარგმნია, ხო? არაჩვეულებრივი რუსული დაწერა. კაი, რუსულად არის. ხო, პრინციპში 30 წელი ცხოვრობდა კაცი აქ ისწავლიდა რუსულს, აბარას იზავდა. დები, ესე იგი, ამ კაცს რო უშვებენ, პარალელურად აქ იწყება ინდუსტრიალიზაცია, ჩაის წარმოებისა 24-25 წლებში იწყება ეს ამბავი და რო უშვებენ, ამ დროს უკვე ჩაის ტექნოლოგიები გვყავს საქართველოში, ვინ აკეთებს ამას? ვისაც ახსოვდა თუ როგორ აკეთებდნენ კონსტანტინ პოპოვის და ლაოს აი ისინი აკეთებდნენ. მათ ქარხნებში დასაქმებული ტიპები? ხო, ზუსტად ისინი ვინც მუშაობდნენ, მაგრამ უკვე ასაკში არიან ისინი. და სულ ხშირად აი საუბარში, საარქივო საუბრებში ჩაი გრუზიის ჩემს დისერტაციაში უკვე აღარ ვიცი როგორ ვახსენო, 티 ჯორჯია, ჩაი გრუზია, საკ ჩაი. მოკლედ, და იმიტომ მე ხშირად აი რუსულად ან ქართულად ვახსენებ. მასთან ვინც მუშაობდა
ისინი გადავიდნენ, შემდეგ სულ იყო საუბარი ამ საარქივო მასალებში, რომ ჭირდება ექსპერტები, ჩამოყავდათ სულ ვიღაცეები, რომ ასწავლონ. შემდეგ საუკმარისობა იყო ამ ექსპერტების, იმიტომ რომ ინდუსტრია ვითარდებოდა და სადღაც აი 30-ების ბოლოს უკვე რაღაც ნელ-ნელა აი სამეცნიერო დარგი, შემდეგ უკმარისობა აი მკრეფავების იყო სულ ამაზე იყო აი მთელი საბჭოთა პერიოდი ამას მისდევდნენ, რომ საკმარისი ხალხი არ ყავს. მაგრამ სამეცნიერო დარგი იყო აი ეს უმაღლესი. შენ როგორც ახსენე მანამდე ტერიტორიულად როგორ აღმოაჩინეს საქართველო და რატო საქართველო და როგორ აყვავდა ჩაი. შემოქონდათ აი დასაწყის 20-იანებში, 30-ებში, 40-ებში აი ჩინეთიდან, შემდეგ ჩინეთიდან შეწყდა, დაიწყო ინდოეთიდან და აი ჩაის თესლებს უჭირდა ჩვენს კლიმატთან შეგუება, იმ ნიადაგთან. ის უძლებდა სადღაც 10-15 წელს მეტნაკლები. და შემდეგ აი ქსენია ბახტაძე, ქართველი მეცნიერი ბოტანიკოსი, გამოიგონა ქართული ჯიში, რომელსაც შეეძლო 40-დან 50 წლამდე გაძლებულიყო. ანუ ეს იყო რევოლუციური აღმოჩენა. განსაკუთრებით, როდესაც ჭირდებოდათ ისეთი ჯიში, რომელიც აყვავდებოდა ცივ კლიმატში. და მან გამოიგონა 19 ჯიში. და ერთ-ერთ შეეძლო აყვავება კარპათიულ მთებში, უკრაინაში. ვა. ნუ ასე თუ ისე საქართველო დომინირებდა. საქართველოს მეცნიერული დარგი დომინირებდა. ჩვენ მასწავლედით უზბეკისტანს, აზერბაიჯანს, კრასნოდარს, სადაც რა თქმა უნდა ჩვენ გავაგზავნეთ ეს ქართული ჯიშის ჩაი, რომელიც აყვავდა იქ. ყირიმშიც იყო ალბათ, ხო? კი. ანუ მოედო ბოლოს უკვე, მაგრამ დომინანტი ხო 95% საქართველო არის მაინც ამ ინდუსტრიის. რა თქმა უნდა. რა შემაფერხებელი ფაქტორები იყო ხა ანუ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ რამდენი პროცენტი არის საბჭოთან, ანუ საბჭოთა კავშირში რა დონეზეც გავიდა ჩაის წარმოება ტონობით რო გამსაჯოთ, ხო, რამდენ ტონას პიკზე რამდენ ტონას აწარმოებდნენ, მასთან შედარებით ალბათ მიზერული იყო საბჭოთამდელი პერიოდის წარმოება, ალბათ 10%-იც ვერ იქნებოდა იმისა, რაც საბჭოთა დროს. ანუ სანამ შევიდოდა საქართველო საბჭოთა პერიოდში 900 ჰექტარი იყო აღნიშნული. 85 წელს 1985 წელს გამოყოფილი იყო 70,000 ჰექტარი, მაგრამ 77,000-ზე იყო ეს ჩაის წარმოება. ანუ უზარმაზარი. ანუ 900-დან 900-დან ანუ ფაქტობრივად გამოდის უკვე 3000-მდე უკვე 29 წელს იყო, 1929 წელს იყო აყვანილი. მიდიოდა ზემოთ. ანუ 1985 წელს ჩაის ინდუსტრია სადღაც 1 ბილიონ დოლარამდე იყო, აი უხეში გადაყვანით. 1 მილიარდ დოლარამდე. 1 მილიარდ დოლარამდე. ანუ უბრალო საქმიანობა არ იყო და რატო შეწყდა ამაზე საუბარი, რატო არ იყო ამაზე აქცენტი გაკეთებული. ეს მაინტერესებდა მე. და რავი, ნელ-ნელა რაღაცა მე რადგანაც შენ არ გამოგიქვეყნებია ჯერ შენი ნაშრომი, მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ჩემს სამაგისტრო პროგრამაზე სამაგისტრო ნაშრომი დაწერე ერთმა ძალიან კარგმა სტუდენტმა, ქეთი ახობაძე, მაიმ ჩაის წარმოებას და რაღაცები ვიცი. ქეთის ვიცნობ? იცნობ ქეთის შენც, ხო? ბუნებრივია. კი, აი ახლა შევხვდი, კი. და მე მისი ნაშრომიდან მახსოვს, რომ ანუ 5 წლედების მიხედვით გეგმებს, რასაც სახავდნენ, მაინც გეგმებში იყო ჩამორჩა, ანუ ზედმეტად ამბიციური იყო ხოლმე გეგმები, ვიდრე იყო რეალობა. და მაგრამ მაინც შეიცვალა, ხო, დასავლეთ საქართველოს სოფლების ყოფა, ადამიანების ყოფა შეიცვალა. ანუ რა შეცვალა ანუ როგორი არის, რა დონეზე არის ეს წარმოება, რა შეცვალა ადამიანების ცხოვრებაში ჩაის წარმოებამ და ნუ სოციალური ქსოვილი, ხო? თვითონ დასავლეთ საქართველოს. ეს 5 წლედები იყო, კი, ნამდვილად ამბიციური, მაგრამ თუ 100%-ს ვერ აღწევდნენ, 75%-ს აღწევდნენ. და შემდეგ ეს მაინც პროგრესი, მაინც
იყო. უჭირდათ რა თქმა უნდა ტექნოლოგია ვერ ეწეოდა ან ხალხი არ ყავდა საკმარისი, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც ახერხებდნენ დასახლება ხალხის მაგალითად. ანუ კოლექტივიზაცია ერთი იყო. კოლექტივიზაცია და შემდეგ გადასახლება ხალხის. ჩვენ ეს თემატიკა ვიცით როგორც ძალიან ისეთი უარყოფითი კლაკნილი ისტორიაში. გადასახლება ჩაის მიზეზის გამო არც ისე ცუდი რამ იყო მოსახლეობისთვის. ბევრს ცხოვრება აეწყო და გადმოსახლება იყო ისეთ ტერიტორიებიდან, სადაც არაფერი რო არ ხდებოდა. მაგალითად ცენტრალური საქართველოსდან ან აჭარის თიანეთიდან 1926 წელს 1 კილოგრამზე მოკრეფილ ჩაიზე უხდიდნენ 8 კაპიკს. 1929 წელს უხდიდნენ 18.9 კაპიკს. 1950 წლებში უკვე 70 კაპიკს. ანუ რისით მომინდა ეს 1926-დან 29 წლამდე სადღაც 110%-ით გაიზარდა ანაზღაურება. როდესაც ამ იგივე პერიოდში ცხოვრების ფასი გაიზარდა 50%-ით. ანუ შემოსავალ მაჯობა ინფლაციას. და ეს გრძელდებოდა. დღეში ქალბატონებს შეეძლო გაეკეთებია 30-დან 60 მანეთი დღეში. ეს სხვა რომელი ინდუსტრია შეუძლია ასეთი რაღაც წარმოადგენას. ცოტა ის კაპიტალისტური ის არის. მაგრამ პრინციპში თან ახლა ნეპის წლებში უფრო გასაგები იქნებოდა ეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წლებში 21-28-ში, მაგრამ ნეპისმიერეც თუ გრძელდება ეს დამოკიდებულება უცნაურია. გრძელდება. მაგრამ ეს ძალიან ძიმე სამუშაოც არის, ხო, ამავე დროს ადამიანი წახრილი უნდა იყოს და მოკლედ ისე არ არის იოლის სამუშაო და მაგრამ და ამავე დროს არ არის მეურნეობის ტრადიციული დარგი, ხო და ტრადიცია და წესი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და თან ეს ის პერიოდი არის, ხო, სტალინური ინდუსტრიალიზაციის წლები და ეს სტახანოვური მოძრაობები და ასე შემდეგ და აქაც მე როგორც მახსოვს იყვნა არარეალური ციფრები იწერებოდა, რომ ამან ამდენი ტონა მოკრიფა, იმან დღეში 900 კილო ჩაი მოკრიფა და რაღაცა სიგიჟეებზე და რა თქმა უნდა. ხო. ეს იყო მაგალითად იყო ფაქტი, რომ დილით დაიწყებდა კრეფას და მორჩებოდა სადღაც 7-8 საათზე საღამოს, მაგრამ ნუ თუ ისიდგა მართლა და თურმე როდესაც კრეფავი, რომელიც ასეთ საგმირო ციფრებს აღწევდა, შესვენებაზე სახში მიდიოდა და მისი დედა, მისი შვილი მიდიოდა და აგრძელებდა მის სახელზე კრეფას, როდესაც გმირი ისვენებდა სახში. იმიტომ რომ სოციალისტური შრომის გმირის სტატუსი სხვა ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ეს ციფრები იყო ძალიან გაბერილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისგებლობა ამაზე არ იყო. იმიტომ რომ თუ იტყოდი და არ მაქვს საუბარი 60-იანების შემდეგ. ეს უკვე სხვა დინამიკა იყო ამ სფეროში. მაგრამ მაგის და მიუხედავად ჩაი უნდა მიეწოდებია, ჩაი უნდა ყოფილიყო იქ. ანუ უბრალოდ ვერ დაწერდი ამდენი გავაკეთე და ჩაი არ. ანუ რა თქმა უნდა, იყო მომენტები, მაგრამ ეს უკვე სხვა ნიუანსი არის. მაგრამ განვითარება იყო ტექნოლოგიაში, ბევრი გამოგონება, ადგილობრივი ინჟინერებით, ბევრი მეცნიერულ დარგში გამოგონება იყო. ანუ ეს ფაქტები არის, რა თქმა უნდა, რეალური, მაგრამ ის თუ როგორ უკვე ციფრები თუ რამდენი კილოგრამი და როგორი ხარისხი და სად როგორ წავიდა, ეს უკვე სხვა საუბარი არის. მე როგორც მახსოვს 1930-იანებში შეიძლება სწორად 1931 წელს იქნება სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. კი. და მე უკვე სოხუმში იხსნება სუბტროპიკული ინსტიტუტი. ანუ 30-31-32 წლები არის დაკავშირებული ანასეულის სუბტროპიკული ინსტიტუტთან ჩაქვის და სოხუმი. მაგრამ იმ ინსტიტუტზე, რომელზეც შენ საუბრობ,
არის აი 52 წელს ქუთაისში, როდესაც გაიხსნა და შემდეგ 59 წელს სოხუმში გადავიდა. მაგრამ მანამდე შეგეძლო განათლება მიიღო აგრიკულტურულ დარგში, თბილისიდან, აჭარიდან, მაგრამ აი სპეციალიზირებული ისა ეს იყო აი სოხუმში, როდესაც აი 59 წელს გაიხსნა. აგრეთვე მანამდეც იყო აი ლიცენზირებული კურსები 6 თვიანი, 1 წლიანი, 2 წლიანი ტრაქტორის ძღოლადან, კრეფავადან, დეგუსტატორად, ტესტერებს ეძახდნენ. ანუ მრავალდარგიანი ის იყო განათლება, რაც შეგეძლო აგიღო სკოლის დამთავრების შემდეგ. და ხო 30-იანი წლებიდან უკვე ეს ოფიციალური სამეცნიერო მუშაობა მანამდეც იყო, მაგრამ აი ეს რასაც ქვია ოფიციალური აი ინსტიტუტის ფარგლებში იყო 30-11-12 წელი. მე შრი-ლანკაში ნამოგზაურები კაცი ვარ. სერიოზულად? ხო, და თან ამ ჩაის პლანტაციებში ვიყავი და რაღაცა. და იქ ხა შრი-ლანკაში მაშინ კოლონიურ ცეილონში, ინდოეთში ამ ჩაის გამრავლება მოხდა ძალიან ბრიტანეთში არის ჩაი პოპულარული და ამიტომ ნუ როგორც კოლონიას აწარმოებინებდნენ ამას. ხა თუ რუსეთს ქონდა ბევრად უფრო პატარა კოლონია საქართველოს სახით, სადაც ხა პატარა ბრიტანეთს ამხელა ინდოეთი და ცეილონი ქონდა კოლონია და იყო იქ იმის საშუალება რომ ჩაი არა რაოდენობაზე გაეკეთებინათ აქცენტი, არამედ გაეკეთებინათ ხარისზე კულტურაზე, ანუ აი კულტი იყო რა, ჩაის შეიძლება ითქვას. და ყველა ფოთოლი ბუნებრივია, უნდა მოიკრიფოს ხელით. ყველა ფოთოლი ხელით უნდა მოიკრიფოს, მაგრამ აქ როდესაც ხდება ინდუსტრიალიზაცია და მასობრივ წარმოებაზეა საუბარი და მუშახელი ბუნებრივია არ ეყოფა არასდროს, ხო? აი აქ ჩვენ ხედავთ კომბაინები თუ რა ქვია ამ ჩაის საკრეფო მანქანას, ანუ ინდურ ცეილონურ კულტურაში რაღაცა მანქანის მიყენება და ამით ჩაის ფოთლების ჭრა არის, აი სრულიად აი შერყნა, მიუღებელი არის, აი დაახლოებით ესე იგი ტრაქტორით ჩაის ბუჩქებზე მიდგომა ისეთი რაღაცა არის საქართველოში ვინმემ რომ ხინკლის დანაჩანგლის ჭამა დაიწყოს. ზუსტად. მაგრამ გამოიგონეს. ანუ ხერხი უნახეს იმას, რასაც თავრობა უთხრა, რომ გჭირდება ანუ ინდუსტრიალიზაცია ამ სფეროში და საქართველოს მიაწოდა ეს. და შემდეგ ამ მანქანის ყიდვა დაიწყო იაპონიამ, ამერიკამ და ანუ კი რა თქმა უნდა ეს არისო თავარი ყველაზე საუკეთესო ხერხი რომ მოკრიფო ჩაი. მაგრამ ეს ხელსაწყო გამოგონილი იყო. ბევრი ეს მოიგო, ჯილდო. და პირველი იყო საქართველოს ეგზემპლარი იყო. ასევე 67 წლამდეც 30-იან წლებში ადგილობრივი ქართველი გამოგონებლები იგონებდნენ საჭრელებს, რეპლიკას უკეთებდნენ აი break team, აი კვადრატულ იმას დაპრესულ ჩაის. ხო. და ჩაის ტიპებზეც რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე შრი-ლანკაში მითხრეს რომ ყველაზე ძვირი არის ეს გრძელფოთლიანი ჩაი და რაღაცა, ხო? ახლა იმის მერე გავიდა 10 წელზე მეტი და ყველაფერი აღარ მახსოვს, რაც იმ პლანტაციაში მომიყვნენ, მაგრამ არის რაღაცა ჩაის სხვადასხვა ხარისხები. ხო, ბუნებრივია და ხარისხები ჩვენთანაც იყო, ხო? ანუ უფრო ელიტური რომელი ჩაი ითვლებოდა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, ხარისხი. ვის ქონდა შეხება, მიწვდომა ამ განსხვავებულ ხარისხებზე. რა თქმა უნდა, სანამ ეს მანქანები, სხვადასხვა ამ მანქანებზე ისეთი დიდი გამოყენება არ იყო, მაინც ბოლოს უწევდათ ხელით მოკრეფა. არ იყო ხანდახან პრაქტიკული, ხანდახან არა, იმიტომ რომ 30 გრადუსიან იმაზე იყო გათვლილი, გარკვეული სიჩქარე ქონდა, 8 კილომეტრი 8 კმ/h. საათში. მაგის და მიუხედავად მაინც ხელით კრეფა იყო. ანუ უკან მოუხვევ ცოტა. აი ხარისხი. მასობრივი ჩაი, რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ აი აპრილში მოკრეფილი ხელით პირველი 3 ყლორტი დავაწყდი ტექნიკური სახელი ქართულად. ის სადმე დიოდა. ანუ ის ესეთლებოდა ყველაზე ელიტური, ყველაზე მაღალი ხარისხი, მაგრამ ის წარმოადგენდა 1.7% თელი მოკრეფილი იმის. ეხლა ცეკას მაღაზიებში იყიდებოდა ყველაზე
ელიტური. კი, მაგრამ ხო, აი კრემლში აგზავნიდნენ 37 წელს ანასტას მიკოიანმა გამოაცხადა ეს მიკოიანი ამ დროს იყო საგარეო ვაჭრობის კომისარი იყო. food industry. ხო, კვების მრეწველობის. კვების მრეწველობის მინისტრი იყო და მისი ბრძანებით თქვა რომ საქართველოს ფაბრიკებმა უნდა გამოყონ სპეციალური, ანუ ეს მექანიზმი, სადაც პროცესი ხდება ჩაის, სხვა ჩაისთან არა, ხოლოდ ეს იქნება განკუთვნილი ელიტური ჩაისთვის ბუკეტ გრუზი. 37 წელს. მაგრამ 37 წელს თუ 1.7% იყო მოკრეფილი ჩაის ბუკეტ გრუზიისთვის და იგიც მხოლოდ რამოდენიმე ფაბრიკა აკეთებდა. ის ყველა მაღაზიაში არ იყო. და ეს გაგრძელდა დიდი ხანი. რა თქმა უნდა, ბუკეტ გრუზია როგორც ბრენდი არსებობდა, უფრო განვითარდა. ბუკეტ გრუზიის მერე იყო ექსტრა. ექსტრა უფრო პოპულარული იყო. ექსტრა უკვე გადიოდა ექსპორტზე. ექსტრა ვიცით როგორც ასევე ერთი ნაბიჯით ქვეშ ბუკეტ გრუზის შემდეგ, მაგრამ უფრო ფიგურირებდა მაღაზიაში. არა, ბუკეტ გრუზის ვერც იყიდიდი. ვერა, ხო. ეს იყო შეფუთვა. ძალიან ისეთი რთული სანახავია, მაგრამ ეს კლასიფიკაცია და ეს ბრძანება იყო. და ეს სულ არსებობდა. იყო ბუკეტ აზერბაიჯანა. მაგრამ შემდეგ ექსტრა შემდეგ იყო ვიში სორტ, მე პერვი, ვტოროი. ესენი უფრო ხშირად იყო გაყიდვაში. და კი, აი ვინ სვამდა მაღალ ხარისხს, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ეგალიტარიანულ, აი თანასწორუფლებიან ვითომ კულტურას, არამედ საბჭოთა პერიოდში ვის ჰქონდა შეხება მაღალ ხარისხთან, ბრიტანეთშიც ასევე. და ის რომ მისდევდნენ, აი იერარქია იყო ჩაის მოხმარებაშიც და ამასაც გამიხილავ ჩემს დისერტაციაში. ინგლისში ძალიან საინტერესო წარსული აქვს ამ ჩაესთან. არ ვიცი თუ გაგიგონია რობერტ ფორტუნი. რომ აი ჩინეთში რომ გაუშვეს როგორც აი ესპიონაჟი, რომ ესწავლა როგორ ამზადებდნენ ჩაის და შემდეგ აი წამოიღო მათი ტანის სამოსით, ის კონფუციური ისეც ქონდა მიწეპებული ეს კასიჩკა, კეკინა. და ეს როდესაც შედიოდა რომა ტერიტორიაში ჩინეთში აღმოსავლეთით, სადაც დასავლეთ საზღვარგარეთლებს არ უშვებდნენ, მისი დასავლური იმიჯით ამბობდა რომ მე ჩრდილოეთ დასავლეთის ტერიტორიიდან ვარ ჩინეთის და ისინი ხო ნამყოფები არ იყვნენ და ამით მას უშვებდნენ. მოკლედ ეს ცდილობდა რომ ესწავლა, წამოიღო ეს თესლები და პირველი გაგზავნილი ისა არ გამოადგათ, იმიტომ რომ არასწორად შეფუთა. შემდეგ მეორეჯერ სწორად შეფუთა და ასამის ტერიტორიაზე დაარგეს. ასამის ტერიტორია ცოტა ცივი არის ჰიმალაებთან ახლოს არის და ცოტა მწარე გამოვიდა. აი ესე დაიწყო რძის შერევა ჩაიში ბრიტანეთის. ეს ბრიტანული კულტურა არის ჩაიში რძის. მხოლოდ ბრიტანეთში, მე მგონი სხვაგან არც არ მინახავს. იაპონიაშიც უღრებენ, მაგრამ აი ეს თვითონ კულტურა გარევა რძის, ხო ბრიტანეთის ეს არის რა წამოწყება. და მოკლედ ცდილობდნენ რომ ანუ ჩაიზე იყო სიგიჟე, ანუ ცდილობდნენ რომ გაემრავლებიათ ჩაი და ეს იყო 1848 წელი რობერტ ფორტუნი. და საბჭოთა პერიოდის აი ჩვენთან ეს ჯეიმს მარი იყო გურული რო არის გურია ჩაი რო არის ასოცირებული რო ჯეიმს მარი შოტლანდიელი ბოტანიკოსი ჩამოვიდა და დაეხმარა ეხლა უკვე აი სახელი მავიწყდება აი გურიელის ჩაი ხო მაგრამ აი იმის შემდგომ რა თქმა უნდა აი წარმოება არ იყო მე-19 საუკუნეზე არის ხო აი ემთხვევა პერიოდები როდესაც რობერტ ფორტუნი ჩინეთიდან და ეს საქართველოში მაგრამ ეს არის როგორც სპორადული მეტყველება ანუ არ იყო ხანგრძლივი და თუ ჯეიმს მარს კონდა მას პლანტაციაზე 100 ბუჩქი ქონდა გაზრდილი მაგრამ ეს იყო აი მოხმა თვითონ დამზადება ჩაის პროცესი ეს არ არის მარტივი საქმე და შეიძლება ბუჩქი ქონდეს შეიძლება ჩამოიტანო
გამზადებული ჩაი, მაგრამ როგორ უნდა აადუღო, როგორ უნდა დალიოს სწორად. რუსეთის აი 1860-იან წლებშიც იყო სიმღერები, რომელსაც აი ну მანამდეც იყო აი სერფები, მათი იმას განხილვას ვაკეთებდნენ, სიმღერა იყო, რომ ჩემმა ბატონმა მიბრძანა, რომ და ამიდუღე ჩაი, მე ეს გავაკეთე, ის გავაკეთე და ბოლოს მითხრა ჩაი არ ვარგაო და გამლახაო და მე ვიფიქრე, ხო, იმიტომ რომ მარილის შაყრა დამავიწყდა. ანუ ასეთი რაღაც იყო, ანუ ჩაის მე-19 საუკუნის შუა პერიოდებშიც უჭირდათ სწორად დაელევიათ ჩაი. დაელია ჩაი. საქართველოშიც იყო ჩაი. დიუმას მოგზაურობა კავკასიაში. ალექსანდრე 50-იან წლებში. 50 აღნიშნავს სანქტ-პეტერბურგიდან ტიფლისამდე მქონდა 1-2 ჭიქა და თუ გზაში მე ვახშამიც არ ვქონდა, აი ეს ჩაი მიშველის. შემდეგ თბილისიდან აჭარამდე მოგზაურობაშიც განიხილავს ცხენით მიდიოდნენ და ჩემმა ვინც დახვდა მასპინძელი ჩამილაგეს ჩაი და ანუ ეთყობა რომ იმათაც ჩაი უკვე აქვთ დღის წესრიგში და გზაში სადაც ჩერდებოდნენ საფოსტო ოფისში იქაც ჩაი იყო ანუ ჩაი ფიგურირებდა მაგრამ მიწტომა არ იყო ისეთი ფართე ეს ჩამოტანილი იყო თუ რთულია აღწერო თუ აი მაგრამ ბრძოლა იყო ჩინეთიდან ჩამოგეტანა რუსეთამდე სწორად, სწრაფად და კარგი შეფუთვით. და რაც აღწევდა საქართველომდე 1860 წლებამდე ეს ის ჩაი არ არის, რასაც აი ჩვენ ვიცნობთ. ხო, ვიცნობთ. იმიტომ რომ აქლემით ჩამოტანილი ჩაი 4 თვის განმავლობაში არასწორი შეფუთვით ან რაღაც მარტივი შეფუთვით ის არასწორად ჩამოდიოდა. შემდეგ იგივე გემებითაც. დაიწყეს სწორი შეფუთვით, თუ სწორი შეფუთვით არ ჩამოვიდა, აღარ ვარგოდა. ანუ დანესტიანების ამბავი. დანესტიანება, კი. და შემდეგ უკვე Trans-Siberian Railway, ტრანსსიბირული რკინიგზა. რკინიგზა. ანუ ძალიან ჭირდებოდა რუსეთის იმპერიას ადგილობრივი ჩაის წარმოება და საქართველოს მოშველა. ანუ ეს არის ისე არა უბრალო ნახსენები, ანუ ყველა მისდევდა ჩაის. ყველას უნდა ჩაის წარმოება და რუსეთმა. ნუ ახლა დღეს მე კულტი არ კაცო სამოვარების ინდუსტრია გაჩნდა ტულაში ჩაის ხათრით და დღეს ახლა რუსებისთვის ისე არის სამოვარები გეგონება მათი ანტიკური კულტურა იყოს არადა დანეთი და ჩამოტანილი ახალი ამბავი არის ესე იგი საბჭოთა დროს დაყოფა რო გავაკეთოთ რა სტალინურ პერიოდში და შემისწორეთ თუ მეშლება ფალსიფიცირება არ ხდება შეიძლება წარმოებაში ჩამორჩენები არის მაგრამ ფალსიფიცირება ჩაისი არ ხდება იმ დონეზე არ ხდება რაც შემდეგ და ფალსიფიცირებაში განსაკუთრებით აი რას გულისხმო, რას ფიქრო, აი შენ რას გულისხმო ფალსიფიცირებაში? ცუდი ხარისხის შერევა, იმიტომ რომ მერე და მერე იმ რაოდენობის განსაკუთრებით უკვე ეს შენ სადისერტაციო წლებს ცდება 70-იან წლებიდან იმ რაოდენობის ჩაის წარმოება იწყება, რაც ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ საქართველოს აწარმოოს. კი, მაგაზეც მაქვს თავი დაწერილი, მაგრამ აი სტალინზე ვიტყვი ფალსიფიცირება განზრახვით არ ხდებოდა. ცდილობდა, რა თქმა უნდა, როგორც 70-იან წლებში და მაშინაც გეგმა შეესრულებიათ. მაგრამ პასუხისგებლობა მაინც იყო. მაგალითად, 1951 წელს 6 მატარებლის ვაგონი უნდა გაევსო ჩაქვის ჩაის ფაბრიკის დირექტორს გალდავაძეს და გაეგზავნა ციმბირში. კაზახისტანის სემიაპოლსკ დამოწყდა ქალაქი. მოკლედ, ციმბირში უნდა გაეგზავნა ეს 6 ვაგონი. ოღონდ ის პლიტკა ჩაი. და იქ როდესაც მიიღეს, წერილი გამოაგზავნეს უკან, რომ არასწორად შეგვიფუთეო და გიგზავნით უკან, იმიტომ რომ როდესაც ვღებულობთ ამ ყუთებს, ინგრევა ყველაფერი, ჩაის პლიტკებიც და ყველაფერი. და ისა შენიშნა გაუკეთეს, რომ წესიერად შეფუთეთო და თუ ვერ შეფუთავთო სწორად, თუ გამოიყენეთ ჩვენი შესაფუთიო, ვიდრე თქვენი დაბალი ხარისხის შესაფუთიო და გალდავაძე მიწერა უკან თქვენ
თქვენ ნაგავს მირჩევნია ჩემი ნაგავით შევფუთო, ანუ არ იყო წესიერი შესაფუდი. რა თქმა უნდა დააბრუნეს უკან. რა თქმა უნდა თავიდან შეფუთა და გააგზავნა უკან. ანუ შეგიძლია თქვა, რომ ფალსიფიკაცია დაბალი ხარისხი იყო, მაგრამ ასეთ რაღაცაზე კრიმინალური ის სასჯელიც იყო. თუ მაგალითად ერთ სეზონზე ჩააბარე გარკვეული ჩაი. ის შემდეგ წავიდა მოსკოვში, ლენინის სახელობის ფაბრიკაში. მაგ პერიოდში ოდესა, მიკოიანის სახელობის ფაბრიკა იყო და მოსკოვში. ეგ თუ გააგზავნეთ, ცუდი ხარისხის იყო, უკან აგზავნიდნენ. მაგრამ პოსტალინურ ეპოქაში რა იცვლება? მექანიზაცია, მეცნიერული გამოგონება თუ როგორ აღმოაჩინოთ უკეთესი ჯიში ჩაის, რომელიც, იმიტომ რომ ხო გვინდა მეტი ჩაი, გჭირდება დიდი ტერიტორია. და ამ პატარა ტერიტორიაზე როგორ შეგვიძლია 1 ჰექტარზე გავზარდოთ უფრო მეტი ჩაი, უფრო დიდი კილოგრამობის, უფრო დიდი ფოთლიანები. ანუ ამით რა თქმა უნდა ახერხებდნენ, მაგრამ როგორც მანამდე ვახსენე დასაწყისში, ჩამოქონდათ მაინც ეს ინდური ჩაი, რომელსაც უღრებდნენ და აგზავნიდნენ. და შემდგომ უკვე 80-იანი წლები და შერევა რატო ხდებოდა? რაოდენობა არ ყოფნიდა თუ ხარისხი ჩვენი არ იყო და იმითი ამ ჯობესები. ჩვენი ხარისხი არ იყო. იმიტომ რომ უკვე უღრებდნენ, უკვე დახარისხება რთული იყო. და იქ უკვე უღრებდნენ ანუ იცოდნენ თუ რა ხარისხის იყო, აი საბოლოო ცუდი. და ინდოეთიდან მადაგასკარიდანაც გამოგზავნილ ჩაის, რომელიც უნდა უდრიდეს ამათ, უღრებდნენ ერთად და ამ დონეს შემდეგ უკვე აგზავნიდნენ. მაგრამ რთული იყო იმ გეგმის შესრულება. და აი დაბალი ხარისხის ჩაი გამოდიოდა საბოლოოდ და უკვე აი 72 წელს აი ეს ინდური ჩაი თუ გახსოვს შეფუთვა სპილო და ბიჭი რო იჯდა ზემოდან ეს დაიწყეს ამის გამოშვება, რომელიც უკვე საიმპორტო იმიჯი მიცა, რომ თითქოს უკვე საქართველოს აღარ უყურებდა ჩამოგვაქვს ინდოეთიდან არა და 55% მაგ ჩაის მაინც ქართული იყო. ან ასეთი ძალიან მარკეტინგული ხრიკი. მარკეტინგული ხრიკი. კი? აი ერთსაც ვახსენებ, რომ აი შეჯვარებაზე ძალიან ჯიხაში მქონდა საუბარი, ქალბატონის სახელს არ ვახსენებ, მაგრამ ტესტერი იყო მთავარი და თქვა, რომ მე ვთხარი ამის შესახებ, რომ უღრებდით თქო ქართულს აი სხვა ქვეყნის იმას იცოდნენ, არა, მხოლოდ თბილისის გლავჩაიმ და ჩვენ ვიცოდით, რომ ამას ვაკეთებდით. ამ მომხმარებელმა არ იცოდა. და ესეთი საინტერესო მე მგონი ესე არის საქართველოს ჩაის ინდუსტრიის საკითხი, რომ ანუ საბჭოთა კავშირს არასდროს არ ქონია ხარისხიან ჩაიზე გათვლა, აქ იყო რაოდენობაზე, იმიტომ რომ პატარა ტერიტორიაზე უნდა მოვიდეს იმდენი ჩაი, რომ მთელი იმპერიას ეყოს. ანუ მასწარმოებაზე არის გათვლა, შესაბამისად ხარისხი დიდი არ არის. თან ხარისხის აუცილებლობაც არ არის პრინციპში, რადგანაც კონკურენცია არ ყავს საბჭოთა კავშირში ამ ჩაის, საბჭოთა კავშირს იმპორტი არ უნდა, იმპორტის გაზრდა არ უნდა და ნუ ეს უნდა აკმაროს მთელ იმპერიას, მაგრამ მე რო იშლება საბჭოთა კავშირი და ნუ აქ ხო საერთოდ ქარხნები არამხოლოდ ჩაის, არამედ ბევრი სხვა ქარხნები დაშალეს და ჯაჭვში ჩააბარეს, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის, რომ როცა უკვე რუსეთი გაიხსნა და შეუძლია მასობრივად შემოიტანოს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაი, აქ ქართული ჩაი ვიღას უნდა. ხო, ანუ ხარისხში შევიდა კონკურენციაში ქართული ჩაი და ამ კონკურენციას ვერ უძლებს, ბუნებრივია, ხო? სამწუხაროდ უარესი ჩაი ჩამოხონდათ მაინც. თუმდაც იყო ფაბრიკები, რომელსაც შეეძლოთ გაეგზელებია. აი ეს უბრალოდ საბჭოთა დისტრიბუციო სისტემა რო დაირღვა, გზა არ ქონათ, რომ და ინვესტიცია და მხარდაჭერა რო ეს გაეგზელებია ამ ფაბრიკას. ამ ფაბრიკას ზედამხედველი უკვე აღარ ყავდა, როგორც ახსენე, გაიყიდა ნაწილებად. მაგრამ ის ადგილობრივი ექსპერტები მაინც ქონდათ საშუალება რო ეწარმოებიათ, მაგრამ კავშირი არ ქონდათ. და უარესი ჩაი, რასაც ისინი აკეთებდნენ, ირანიდან უკვე დაიწყო შემოსა. და აი ხარისხი, რასაც ახსენე, კომპეტენტური თუ იყო თუ არა. იყო უდრიდა ინდურ ჩაის, უდრიდა ჩენურ ჩაის. განსაკუთრებით და ქსენია ბახტაძის გამოგონებები. ისინი ადარებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს. მათმა
თავიანთი მოვალეობა მოიხადეს. მან გამოიგონა ქართული ჯიში. ხარისხიდაც შეადარა და შკალა ეს იყო რა, დონე, საერთაშორისო ბაზრის. ანუ და უფრო მაღალიც იყო. მაგრამ ამათმა გამოიგონეს და შემდეგ უკვე პლანტაციების და მათი ზემოდამხედველების პრობლემა იყო, რომ მოეკრიფათ ეს სწორად და მიეწოდებიათ სწორად და შემდეგ იმათ შეეფუდებიათ ეს სწორად და ანუ ჩვენ დიდი პერიოდი აი ხრუშოვამდე ვაგზავნიდით ამ ჩაის მოსკოვში და უკრაინაში და ისინი ფუთავდნენ. ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით ისინი როგორ ფუთავდნენ ზუსტად, მაგრამ შემდეგ უკვე თბილისშიც გაიხსნა დაფასოების ფაბრიკა. შემდეგ უკვე აქაც დაიწყეს შეფუთვები და ეს ინდური ჩაის ქართულთან შერევა და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად აი ხა ელიტას კი სვამდა იმ აპრილის ჩაის, მაგრამ დანარჩენს უჭირდა. მაგრამ აი ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, იმ დონეზე მიეჩვია საბჭოთა მომხმარებელმა ჩაის დალებაზე სტალინის და ხრუშოვის პერიოდიდან, რომ მათ ზეც რომ მიგაწოდებია ის მაღალი ხარისხი არ მოეწონებოდა. იმას სხვა გემო, ანუ ადაპტირებას უკეთებ. აი გემოს, აი სახში დედის გაკეთებული გაყვება ბოლომდე. ანუ სუდა პირველი გასინჯული ან რაღაც. და შემდეგ უკვე გემოს ცვლილება ხო. თუ თქვათ არის ესე რომ აი ამ რეგიონში ხო არის ახლა შავი ზღვისპირეთში მოდის, მაგრამ აი ამ სოფლებში, ამ არეალში არის ყველაზე კაი ჩაი, აი რაღაც ეგეთი არეალი თუ გვაქვს. ყველა ამბობს, რომ მათი ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩაქვი აჭარა პირველი იყო და მაგრამ აი როგორც კახეთის ზღვინო და მოკუზანი, გარკვეული მიკროზონა, განსხვავდება, ის ვერ იტყვი, რომ ამათი უკეთესია, განსხვავებულია, კარგია. მაგრამ ასაბჭოთა პერიოდში რთულია, რომ ხო, მას წარმოება არის და ხო, გასაგებია რაცაც არის საუბარი. მაგრამ ამ სამეცნიერო დარგში, როდესაც ადარებდნენ, შეჯიბრობა იყო, ანუ დასავლური ბრიტანული და აი დასავლური მეცნიერები ჩამოდიოდნენ, რომ მიწა გაესინჯათ. რომ თუ იყო მართლა ნოყიერი და კარგი, რომ ადეკვატური ჩაისწარმოებისთვის და ყველა ესა არა აქ არასდროს არ გამოგივარ. და აი საბჭოთა მეცნიერებისთვის ამ აგროკულტურისთვის, როგორც აი შვანათითის ჩვენება იყო კოლონიურ მეცნიერებაზე, რომელზეც სულ საუბარი იყო. აი მაგალითად დოქტორ ჰაროლდ მანის შეცდომა, დიდი შეცდომა და 30 წლებში ჰაროლდ მანმა გააკეთა ეს შეფასება და 12-ში თუ 23-ში და იმის შემდეგ აი ჰაროლდ მანი და სხვების მოპედიც იყო ცეილონიდან, რუსეთი და აი რომ წითელ პოძოლიდურ მიწაზე ვერ გამოიყვან ჩაის და მოახერხეს ქართულმა მეცნიერებმა ეს გაეკეთებია და აი ეს მათთვის ეს სალაპარაკო იყო დიდი. და შავმიწა რა თქმა უნდა ჯობია ჩაისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რაღაცნაირად მოახერხეს ეს. ჩაის წარმოების პროცესი თვითონ, აი, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ხო? ხა ერთი არის ნიადაგი, მეორე არის იმისი მოკრეფა, იმისი გამოშრობა, დაფასოება და შესაბამის შეფუთვა და ბაზარზე გატანა, ხო? აი მოკლედ ეს თუ შეგიძლია რომ ახსნა რა პროცესი არის. რა თქმა უნდა, აი ჩინელებსაც ჰქონდათ უკვე ეს მექანიზირებული პროცესი ჩაის წარმოების. რა თქმა უნდა, შეგიძლია გააშროთ ჩაი ბუნებრივი პირობებით, გამოაფინო და ერთ-ორ დღეში გაშრება, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა მანდამაინც. ჩაი შემდეგ გამოვა, მაგრამ ის არ არის, რომელსაც აი როცა მოკრიფავ 1 საათის პირობებში უნდა გადაამუშავო, შემდეგ ის სადღაც 40-60 წუთში უნდა გაშრეს გარკვეულ ტემპერატურაზე, გარკვეული ჯიშის ჩაი სჭირდება ეს ტემპერატურა, გარკვეულ არა სხვადასხვანაირი გადამუშავება, ანუ ეს არის ძალიან რთული ასათვისებელი დარგი და მეცნიერება. და ტექნოლოგიებს მოითხოვს. ტექნოლოგიებს მოითხოვს. თავდაპირველად რა თქმა უნდა ბრიტანეთიდან ყიდულობდა საქართველოს ჩაის აქციონერული საზოგადოება და მათ ექსპერტებსაც იხმარებდნენ, მაგრამ შემდეგ უკვე მათ თვითონ შექმნეს ეს. დაიწყეს თვითონ შექმნა ამ ქარხნების და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების. ეხლა მე მინდა ვკითხო მეჩაიებზე. ჩვენთვის
ვისაც ვინც გურია აჭარა სამეგრელოში და აფხაზეთში არ ვართ გაზრდილები და ასეთ ოჯახებში არ გვიცხოვრია, ვიცნობთ ამას საბჭოთა კინემა ჭრიჭინადან მაგალითად, ხო? ჭრიჭინადან ვიცნობთ და უფრო რომანტიზებულად არის წარმოჩენილი ეს ყველაფერი და საბჭოთა ქართველი მეჩაიე. ვინ არის ეს და რა ცხოვრება აქვს? რა დაფასება, რა კარიერა, რა შესაძლებლობები შენ თქვი რომ ხელფასები 20-ან 30-ან წლებში უფრო მაღალი და იზრდებოდა. ანუ კი, ბევრი ელიტური გლეხი არის ეს? ამის პარალელურად აქვს, თქვა, თავისი საკარმი დამომეურნეობა, ანუ ეს ხო კოლმეურნეობები არის, ხო, ეს ჩაის წარმოება. ხო, კოლმეურნეობაც სხვადასხვანაირი, მაგრამ ხო, მთავარი ეს კოლმეურნეობა არის. კოლხოზებიც იყო, მაგრამ ხო კოლმეურნეობა. და კოლმეურნეობა კოლხოზი ერთ და იგივე. ხო, კი, უბრალოდ მე ცალკე არის საბჭოთა მეურნეობა. ხო, მაგას გულისხმობდი. და ბევრი შესანიშნავი ისეთი გმირის წოდების კრეფავი იყო სხვადასხვა პერიოდში. მაგრამ პირველი უნდა ვახსენო და ქსენია ბახტაძე, მაგრამ ის კრეფავი არ იყო, ის მეცნიერი იყო, რამაც ხელი საშუალება მისცა კრეფავებს მოეკრიფათ უფრო მარტივად, იმიტომ რომ ეს ქსენიას ჯიში დიდფოთლიანი იყო და იმის მოკრეფა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ვიწრო პატარა ეს აზიური ჯიშები. და ანუ ეს გრძელდებოდა, სტახანოვის გმირებიც ბევრი იყო. პრინციპში საბჭოთა კავშირში, ომის გმირი იყო ყველაზე მაღალი წოდება, ალბათ და სოციალისტური შრომის გმირი იყო, მაგის მერე ყველაზე მეტი. ხო, აი ვინც რეკორდულ ნომრებს მოკრიფავდა, იმათ თუ ეს წოდება ქონდან, აგზავნიდნენ მოსკოვში, ასე ერნებდნენ, ისეთ ძალიან დიდ როგორც იყო პაჩოჩი იყო და აი რა სახეს თქვა, აი ჯილდოების გარდა ფულადი წახალისება თუ იყო? ფულადი, ეს იყო რაც იყო. რა თქმა უნდა ეს მათზე წერდნენ ინტერვიუ, რადიოში გამოდიოდნენ, პუტიოვკებს აძლევდნენ საუკეთესოს, მაგრამ მაგ დროს ფულს რაჯობდა. ხო. როდესაც სხვებს ესე უჭირდა, როდესაც ხალადამორი იყო უკრაინაში და სხვებთან და ჩვენთან ეს აყვავებოდა მაღალი ხელფასები. იყო ნახსენები, რომ აი კოლექტივიზაციის დროს აფხაზეთში ჩამოდიოდა გემები ტოლვილების რომ უნდათ იცოდნენ რომ საქართველოში ყვაობდა საქართველოში არ იყო შიმშილი და პროგრესი იყო და ამ პერიოდში ჩვენთან რა თქმა უნდა ის ჩაიზე მიდიოდა აქცენტი და გადასახლებაზე რასაც ვახსენე მანამდე სანამ ეს ჩაის ინდუსტრიამ ფეხი აიკიდა ჩვენ საქართველოსთან ვაგზავნიდით შავი ზღვისპირეთის ტერიტორიებზე ჩვენ მუშახელს და როდესაც გავიგეთ რომ ჩაი დაიწყო მუშაობა ეგრევე შეწყვიტეს და აი საქართველოს ფარგლებში დაიწყეს გადასახლება ჩამოსახლება ასევე სხვა რეგიონებიდანაც ხო მაგრამ ეს მიგრაცია იყო შიდა რესპუბლიკური ასე რომ ვთქვათ ქართველები სახლდებოდნენ ხა რაღაცა რუსები ჩამოიყვანეს ჩაის საკრეფატა რაღაცა იყო ეგეთი? კი რა თქმა უნდა აი მაგალითად აი სამეცნიერო ინსტიტუტები სადაც იყო იქ მხოლოდ ქართველები არ ფიგურირებდნენ იქ სხვა არა ეს სამეცნიერო ინსტიტუტებში მაგრამ კრეფავებად და რა თქმა უნდა ბევრი რუსი რომელ დასახლებებში ყველგან აი მაგალითად როდესაც კითხულობდი ვინ რამდენი მოკრიფა ვინ რა ჯილდო აიყო უმეტესად ქალბატონების რა თქმა უნდა გვარები იყო და აი 50-50-ზე იყო ქართველი და რუსი გვარები ანუ ჩამოსახელება სულ იყო, მაგრამ ხო შიდა რესპუბლიკური უმეტესად, იმიტომ რომ ბევრ პლაკატებს აკრავდნენ, მაგალითად აი რავი, ცენტრალურ საქართველოში რო გვჭირდება მკრეფავი ქალბატონები გურიაში ან ჩაკში აგინაზღაურებთ გზას მატარებლის საცხოვრებელ ადგილს და შემდეგ როდესაც სეზონი თამთარდება უკან გაგიშვებთ, მაგრამ უმეტესი ქალბატონი რჩებოდა, თხოვდებოდა, ანუ ჩაის ინდუსტრია თავაზობდა ბევრს თავშესაფარს. აი ხალის რატო არის ჩაი? ანუ ხალის სპეციალობა პროსტურად კი არ არის, არამედ ანუ ესე იყო რაღაცა მიჩნეული, ხო და ქალები იყვნენ, სულ კაცი კრეფავები იყვნენ? მე ხამ ტრაქტორების ბრძოლებს არ ვამბობ მე, აი ხელით კრეფავები. უმეტესად ბრიგადირები იყვნენ.
და იმიტომ რომ აი რაღაც ძალიან ისეთი იუმორული ესე არის ანეკდოტი, აი ქსენია ბახტაძეს ინტერვიუ ჩამოართვეს, ამ ზუსტად ამის შესახებ, რომ მან ახსენა, რომ ქალს აქვს ნაზი ეს და ჩაისჭირდება ნაზი ხელი კონკრეტული ისა და ქალს უფრო ანუ ისეთ ფემინისტური ხონა რა მიდგომა რომ ქალს შეგვიძლია ვენდოთ, ქალი არის ჩვენი მომავალი, ქალს შეუძლია ნაზად დიდი ხანი იმუშაოს და ეს ნაზი ხელი ჭირდება და არა მამაკაცური უხეში ხელი. და ეს ნახსენები იყო ასევე რომანტიულ ნოველა არა. ნუ ამაზე აღარ ვიმასვიზა გავამახვილებ, მაგრამ აი ქალბატონებმა აუღეს უფრო ალღო ამას. და ქალბატონებს ჩაის ინდუსტრიამ ჩაქვში გურიაში, აი იმერეთში, აფხაზეთში თავშესაფარი მისცა, იმიტომ რომ მათ უკვე შეეძლოთ მამაკაცებზე მეტი ხელფასის გაკეთება ვიდრე მანამდე ოდესმე. და ანუ უბრალოდ რავი, ქალების თანხლებით აყვავდეთ, ან ქსენია ბახტაძე პირველი ქალი მეცნიერი იყო, რომელმაც ასეთი გამოგონება გააკეთა. ანუ საქართველოს უძღოდა ფემინისტურ დარგს, ანუ საბჭოთა იდეოლოგიას კარგი მას შუქს უნათებდა ამ სფეროში, რომ მაგრამ ალბათ ერთი მომენტი ისიც არის, რომ ანუ ფიზიკური არა დიდი შრომა ჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა აი სიმძიმეების თრევასთან და რაღაცა ესეთთან არ არის, ხო, კავშირი? მოკრიფავ, ანუ რა თქმა უნდა, იქ ხელს მე არ მინდა რომ ჩემი მონაყოლი იყოს რომ მე მხოლოდ და ყველაფერს მწვანე ფერებში ვხატავ. ანუ სირთულეები იყო, პირობები სულ საუკეთესო არ იყო, მაგრამ მე ვსაუბრობ გამომდინარე იქიდან რომ შედარებით ამასთან ესე როგორი იყო, ანუ სხვა რაღაცებთან შედარებით. არა, კოლმეურნეობის შეჯიბრები ხო იყო ხა. მე ჩასული ვიყავი, სოფელი შრომა ქვია, დღეს მანამდე მიქელ გაბრიელი ერქვა ამ სოფელს. იქ იყო ძალიან ცნობილი კოლმეურნეობის თუ საბჭოთა მეურნეობის ხელმძღვანელი მიხა კოვრაგველიძე და ნუ იქვე ახლოსშივე არის ნატანები. ხო? კი. და ესენი აი დღესაც ნატანებელები და შრომელები მაგარ კონკურენციაში არიან ერთ მიხედავთ იმისა, რომ ეს წარმოებები და რაღაცეები არ არის. ხო, წითელ დროშას ვინ მოიგებს. ხო, ანუ ეს შეჯიბრებები იყო, ხო, რეალური. რა თქმა უნდა, მეგობრული შეჯიბრებები. მაგრამ აი ეხმარებოდა მაინც ერთმანეთში, თუ ვერ მოიგე, მაინც წევდა შენს შედეგებს მაღლა. შეიძლება ამ სეზონში შენ წითელი დროშა ვერ მოიგე. მაგრამ შემდეგი წელი შემდეგ არის და აი ნუ ერთმანეთს შორის რა თქმა უნდა მეგობრული შეჯიბრება იყო, მაგრამ ესეთი გამტერებული და აფხაზეთი და აჭარა და რაღაც არ იყო. ანუ მეგობრული იყო, იმიტომ რომ ერთ საქმიანობას შემუშაობდნენ, არა განსხვავებულ. და ეს რაღაცნაირადაც ხელს უწყობდა საქართველოს უნიფიკაციას, გაერთიანებას სხვადასხვა რეგიონებს და ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ანუ ერთი მიზეზით მუშაობდნენ და იქ უკვე არ იყო, ანუ ეკონომიური თვალსაზრისით რო შეხედო, ამ ინდუსტრიამ გაერთიანა საქართველო. სხვა ინდუსტრიებთანაც ერთად, მაგრამ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა, რომ აი ტერი მარტინი როდესაც საუბრობს ნაციონალურ კანონთან თუ ეთნიკური ქართული ენა უნდა გავავრცელოთ. შემდეგ აი ეს რეგიონი მათ უნდა მიცეთ თავიანთი იდენტიფიკაცია, თავიანთი სკოლები, თავიანთი ენები. ეს არის ნაციონალური პოლიტიკა, მაგრამ არ განვიხილავთ ეკონომიურ თვალსაზრისით, როგორ შეიწოვა სხვადასხვა ჯგუფები ამ ინდუსტრიამ და 1980-იან წლებში ამ სფეროში 180,000 ადამიანი მუშაობდა. გაერთიანებული იყვნენ ერთ ის რა მიზეზის ქვეშ 180,000 კაცი ჩაის წარმოებაში. ხო, ეს საკმაოდ დიდი არის. ანუ კრეფავები ფაბრიკაში ვინც მუშაობდა, ეს იგულისხმება. და პიკზე ახლა შენს უკან არის პოსტერი 180,000 ტონა, ეს არის მიზანი. მიზანი, ხო, 200,000-იც იყო, მაგრამ არის მნიშვნელოვანი გაითვალისწინო, როდესაც ტონებს წერენ, ეგ არის ტონა მოკრეფილი, ტონა გადამუშავებული, რომელიც უფრო მსუბუქი არის, ბევრად, იმიტომ რომ გამომშრალი არის ეს უკვე და პიკზე რამდენი წარმოებოდა? აი ბოლო წლებში 150, 160 ასე. ხო, გადამუშავებული. დღევანდელი მონაცემი ხო არის შედარებისთვის?
ნახსენები იყო, ანუ 50-ზე ჩამოვარდა 90-იან წლებში, 50,000-ზე. და ეხლა უკვე არ არის ანუ კარგი დასაყრდენი წყარო რო დღეს აღნიშნა, მაგრამ არის, მაგრამ დამოუკიდებელი წარმოებლები არიან. და იმ დამოუკიდებელ პატარა ოჯახის მრეწველობა არის და მათ აქვს თავიანთი პირდაპირი ექსპორტის კავშირი დასავლურ ქვეყანას და იქ აგზავნიან. ანუ მუშაობენ, მაგრამ მაგრამ საქსტატს არ აქვს მაგისი მონაცემები, საქსტატს ეს უნდა გქონდეს. ხო, ნუ ამას უკვე მაშინ ეს არ არის შენი კვლევის საგანი, ასე რომ. ხო, ჯერჯერობით, მაგრამ ხო, დღევანდელი ჩაის მე უბრალოდ კონტრასტს ვაკეთებ თუ რა მოხდა 90-იანებში და რა თქმა უნდა სხვადასხვა პროგრამები, რითაც ასპონსორებდნენ სუბსიდი ამ სფეროში არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უბრალოდ წყაროები რაც არის ჯერჯერობით ესეთი ის არ არის. წყაროებზე მინდოდა მეკითხა. ერთი პრობლემა რომ საბჭოთა ეკონომიკის კვლევისას არის ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა და ფურცელზე არსებული რომ ერთია და რეალობა არის სრულიად განსხვავებული. ხა მაგალითად საბჭოთა სტატისტიკების მიხედვით საქართველოში ცხოვრების დონე, ეკონომიკის დონე სადაც შუაში იყო, ხან მეორე ნახევარშიც კი სადაც მერვე ადგილზე ესე იყო ხოლმე საქართველოს ეკონომიკა 1980-იან წლებში, მაგრამ რეალური ცხოვრების დონე საქართველოში იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, იმიტომ რომ აქ ჩრდილოვანი ეკონომიკა იყო, ყვაოდა და ზუღდა და გადაზუღდა, ხო? აი მაგას როგორ ალაგებ, რომ ვთქვათ, აი შენ გიწევს საბუთებთან მუშაობა, ხო? რომელთან ნდობა ხშირად ძნელია ხოლმე. კი, რა თქმა უნდა. უფრო მარტივია გადამოწმება ხრუშჩოვის და შემდეგი პერიოდი, იმიტომ რომ შემიძლია ასევე გავესაუბრო ადამიანებს, ვინც მუშაობდა. სტალინისტური პერიოდი არის ცოტათი რთული. რა თქმა უნდა არის ხერხები, რომ გადაამოწმა თუ რა იყო მარტივი და რა არ არის. უბრალოდ ერთი მეხმარება დასუსტებაში, რომ ერთი დოკუმენტი რომელიც აღნიშნავს, რომ ჩვენ ამდენი ჩამოვკრიფა და ამდენი ჩავაბარეთ. შემდეგ კომუნისტური პარტიის არქივიდან, რომელიც სანამ დაიკეტებოდა, ვნახულობდი მასალებს თუ იმასთან ასოცირებული დაიჭირეს, რომ გადაამეტა, მოიტყუა და ანუ ერთმანეთს უკეთებდნენ უკვე რაღაცნაირ აღრიცხვას. მაგრამ ერთწლიანი, ორწლიანი ის იყო რა, ლოდინი. ანუ იმ არქივში როგორც ენიცი ერთი პერიოდის მასალას გამოგაგდა კითხულობ ეს ასეა ასე, მაგრამ შემდეგ პერიოდში 2 წლის შემდეგი იქ კითხულობდი უკვე სხვას და ვადარებდი თუ იმასთან ასოცირებული დირექტორი ან რა ბედი ეწია. აი სტალინის და ხრუშჩოვის გარდამავალი პერიოდი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხრუშჩოვის დროს ჩვენ უკვე ყველაფერს უფრო კონკრეტულად მივაქცევთ ყურადღებას და 2 წლის წინანდელ მასალებს უყურებენ და ამოწმებენ, რომ შენ ასე გააკეთე და იჭერდნენ ხრუშჩოვის დროს, ანუ პასუხსაგებიებდნენ. ანუ რა თქმა უნდა, ვიღაცას გაეპარებოდა რაღაც. მაგრამ ჩემს გამოკვლევებში მე ხშირად ვაწყდებოდი იმას, რომ აღრიცხვაზე იყო ის ადამიანი. რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს ჩაის თავრობა, ვინც თავარი მდივანი იყო საქართველოს ჩაის აუქციონერული იცლებოდა ძალიან ხშირად ეს. და იმათი გამოჭერა რთული იყო. მაგრამ სტალინისტურ პერიოდში მე ამას ვამახვილებ თუ ვინ რაში იყო გამოჭერილი რა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველა ისტორიკოსის ეს არის რა დილემა, როგორ განვასხვაო მასალა, რომ მართალი არის თუ არასწორი, მაგრამ მე ძალიან მრავალფეროვან მასალას ვიყენებ, რომ უბრალოდ რაღაც, მაგრამ დასკვნა არ გამომაქვს. უბრალოდ ვამბობ, ასეთი იყო და ასე წარმოადგენდნენ. კარგი, ხო არ გავიდეთ ნელა ბოლოსკენ თუ ხო არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი რისი რაც არ გვითქვამს და შენ შეგიძლია რომ დაამატო კიდე. არა, მე მგონი კარგი ის მონახაზი გავაკეთეთ. ჩემთვისაც კარგი იყო რომ დავალაგო თავში, იმიტომ რომ მე უკვე დისერტაციის ბოლოს ვარ და დასვენ მიწევს მალე
და კარგი მიმოხილვა იყო ჩემთვისაც, რომ რაღაცები მომაგონდა ეხა თავში, რომ რას უნდა გადავხედო, მაგრამ რავი, იმედია რომ რაღაც ადეკვატური შეფასება გავუკეთე და რაღაცნაირი ახალი ის მოვიტანე რა ინფორმაცია. დიდი მადლობა, საინტერესო იყო ჩემთვის, ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ აი ძველი თაობის ადამიანები, ვისაც ეს ჩაის ინდუსტრია ახსოვს, გვისმენდნენ და გვიყურებდნენ და ასევე ახალი თაობაც, რომლისთვისაც სრულად უცხოა ეს ამბავი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს, გვისმინეთ და გვიყუროთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე Facebook-ის, Instagram-ის და TikTok-ის გვერდები, ასევე დიდი მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალიმთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთი.